რაც სომხეთის ოფიციალურმა ხელისუფლებამ განაცხადი გააკეთა, რომ სომხეთს სურს ევროკავშირში გააწევრიანება, ჩვენ ვნახეთ გააქტიურებული კრემლი და კიდევ ერთხელ დასტურდება მათ შორის კრემლის პოზიციის გაჟღერებით, რომ კრემლი ცდილობს ჩაერიოს სომხეთის შიდა პოლიტიკურ საქმეებში და განსაზღვროს სომხეთის საგარეო კურსი. ამის დასტურია მათ შორის დიმიტრი პესკოვის განცხადებაც, რამდენიმე საათის წინ გააკეთებული განცხადებაც, რომელმაც პირდაპირ დაადასტურა, რომ ნიკოლ ფაშინიანსა და ვლადიმირ პუტინს შორის შედგა სატელეფონო საუბარი და სატელეფონო საუბრის დროს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ სომხეთში საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარება იყო. როგორც ჩანს, კრემლი ითხოვს, რომ რაც შეიძლება სწრაფად სომხეთში ჩატარდეს რეფერენდუმი და სომეხმა ხალხმა თავად დაერჩიოს, როგორი საგარეო კურსი უნდა სომხეთს და სურს თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება. კარგად გამოჩნდა ის, რომ კრემლს ადარდებს და აწუხებს სომხეთის ამბიციები და ნიკოლ ფაშინიანის საგარეო პოლიტიკა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სომხეთი სულ უფრო და უფრო დაუახლოვოს ევროკავშირს და ამის შემდეგ პუტინის რეჟიმი კიდევ უფრო გააქტიურდა და მოითხოვა საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარება. ბუნებრივია მყისიერად მიიღო კრემლმაც პასუხი ნიკოლ ფაშინიანისგან. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განცხადებაც კი გაავრცელა პუტინთან პირისპირ სატელეფონო საუბრის შემდეგ და უკაცრავად პირდაპირ თქვა, რომ რეფერენდუმი ქვეყანაში ჩატარდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სომხეთი ოფიციალურად გააკეთებს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ბუნებრივია განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, ასევე საუბარი შედგა იმ განცხადების შესახებ, რომელიც ახლახან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების ლიდერებმა სომხეთთან დაკავშირებით მიიღეს. ხაზი გაესვა სომხეთში რეფერენდუმის რაც შეიძლება მალე ჩატარების აუცილებლობას, რათა განისაზღვროს ის, თუ რომელი მიმართულებით სურს სომეხ ხალხს სვლა. პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხური წარმოების საქონლის რუსულ ბაზარზე ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები ეწინააღმდეგება სომხეთ-რუსეთის სამართლებრივ ბაზას და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის რეგულაციებს და მოსთხოვდა ზომების მიღებას ამ საკითხების მოსაგვარებლად. რაც შეეხება სომხეთში ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას, რომელიც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი 4 სახელმწიფოს ლიდერების მიერ მიმდინარე წლის 29 მაისს მიღებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა აღნიშნა, რომ რეფერენდუმის ჩატარება პრაქტიკულად მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, რაც სომხეთი ევროკავშირს ოფიციალურ განაცხადს წარუდგენს წევრობაზე და თემას საგნობრივ ხასიათს მისცემს. ამასთანავე პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზი გაუსვა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მზაობას, აღნიშნული საკითხები ღია პარტნიორული და მეგობრული დიალოგის გზით მოაგვაროს. პუტინის რეჟიმის ზეწოლა სომხეთის ხელისუფლებაზე განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ნიკოლ ფაშინიანმა ოფიციალურად გააკეთა განაცხადი, რომ სომხეთს სურს გადადგას ნაბიჯები ევროკავშირთან დაახლოებისთვის და გახდეს ევროკავშირის წევრი. ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ მათ შორის ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში და ვლადიმირ პუტინის განცხადება, რასაც მოჰყვა მალევე სომხურ პროდუქტზე რუსეთში შეზღუდვების დაწესება, თუმცა ნიკოლ ფაშინიანმა და სომხეთის ხელისუფლებამ ღიად განაცხადა, რომ მათ უკვე გააკეთეს ეროვნული არჩევანი ევროკავშირში გაწევრიანება და მსგავსი ტიპის შეზღუდვები სომხეთის ხელისუფლებაზე რეაგირებას ვერ მოახდენდა. ახლა კიდევ პირისპირ საუბარი შედგა სატელეფონო საუბარი ფაშინიანსა და ვლადიმირ პუტინს შორის და ფაშინიანი კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ არაპირებს შეცვალოს პოლიტიკა და გააგრძელოს სომხეთის სვლა ევროკავშირის გზაზე რეფერენდუმთან დაკავშირებით კი ფაშინიანი პირდაპირ ამბობს, რომ რეფერენდუმი ჩატარდება ქვეყანაში მხოლოდ მას შემდეგ, რაც სომხეთი უკვე ოფიციალურად გააკეთებს განაცხადს ევროკავშირში წევრობაზე და შეიტანს განაცხადს, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს სომხეთი.